საზოგადოებრივი გაერთიანება მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის აგრძელებს კამპანიას „მე დავრგე ხე“. ინიციატივის მთავარი მიზანია წლების განმავლობაში სამთო საქმიანობის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირება და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის განსაკუთრებით კი მოსწავლე ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა. კამპანიის ფარგლებში საზოგადოებრივმა გაერთიანებამ კომპანია RMG Cooper-ის გარემოსდაცვით დეპარტამენტთან თანამშრომლობით რიგით მეოთხე ღონისძიება გამართა. მადნეულის კარიერის, ფუჭიქანების სანაყაროზე სპეციალურად შერჩეული სხვადასხვა სახეობის 264 ხე დაირგო. ჩვენი კომპანია „მე დავრგე ხე“, რომელმაც სტარტი 2024 წლის შემოდგომაზე აიღო, წელსაც გრძელდება. კამპანიის მიზანს სამთო წარმოებისგან ყველაზე დაზიანებულ ადგილებში ზიანის შემცირება და ამ ღონისძიებებში ადგილობრივი მოსახლეობის მეტწილად მოსწავლე ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა წარმოადგენს. დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში ჩვენ სპეციალურად შერჩეული 264 ხირჯიში დავრგეთ, ჩვენ გვაქვს დარგული 1264 ხე და მოხარულები ვართ, რომ ყოველთვის დმანისის მუნიციპალიტეტის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საშუალო სკოლის მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები ყოველთვის ძალიან ესეთი ენთუზიაზმით და ესეთი ხალისით იღებენ მონაწილეობას. გრძელდება კამპანია „მე დავრგე ხე“, დღეს გვაქვს მეოთხე ღონისძიება, რომელსაც ვახორციელებთ. უკვე დავრგეთ 1000 ხეზე მეტი, რა თქმა უნდა. ძალიან გვიხარია, რომ ახალი თაობაა ჩართული დმანისის, ბოლნისის მოსწავლეები, ასევე შემოვერთდნენ დღეს ამ მეოთხე ღონისძიებას პარლამენტის სტაჟიორები და თანატოლებმა ერთად განახორციელეს ხის დარგვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან რთულ რელიეფზე გვიწევს ხის დარგვა. აი დღეს რა კონდენციამდეც არის ეს რელიეფი მოწეული 2-3 წელი დაგვჭირდა ამის დამუშავებაზე და დღეს უკვე შედეგებს ხედავ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მომავალში გაგრძელდება ეს ღონისძიებები, უფრო მასშტაბებსაც შეიქმნეს, ტერიტორიები კიდევ ბევრია გასამწვანებელი და ჩვენ არ გავჩერდებით მოკლედ და ძალიან ბევრ ხეს დავრგავთ ისევ და ისევ ახალგაზრდებთან ერთად. სადაც აქედან გადავართ გამწვენ ნაგებობაზე ეს კალი ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, კაზრიცისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, გარემოსდაცვითი აქტივისტები და კომპანიის თანამშრომლები. ხეების დარგვის პარალელურად ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა გაიმართა, რაც გარემოსდაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს RMG Gold-ის აბულმუგის საბადოს გამოსატუტი მოედანი და მადნის სამსხვრევი ნაგებობა, სადაც სპეციალისტებისაგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია საწარმოო პროცესების შესახებ. გაეცნენ ასევე ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით უკვე განხორციელებულ და მიმდინარე გარემოსდაცვით ღონისძიებებს. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს აბულმუგის ქიმიური გამწმეტი ნაგებობაც, სადაც ადგილზე გაეცნენ დრენირებული წყლების გაფილტვრის პროცესს. სპეციალისტების განმარტებით აღნიშნული სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებს მდინარე მაშავერას დაბინძურების რისკს. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა სტუდენტებისთვის „მე დავრგე ხის“ კამპანიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტთან ერთად. ჩვენ გავამწვანეთ რეკულტივირებული ტერიტორია, დაირგო 200-ზე მეტი ნერგი და ეს ის ფორმატია, რა ფორმატსაც საქართველოს პარლამენტი მომავალში ძალიან დიდ მხარდაჭერას აღმოუჩენს. ჩვენ დღეს ვიღებთ მონაწილეობას „მე დავრგე ხეს“ პროექტში და ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამწვანებაში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ეს გარემოს დაცვას ეხმიანება და თითოეული ჩვენგანის ვალია გავაფრთხილდეთ ჩვენს გარემოს. ძალიან მიხარია დღეს აქ სტუდენტების, ჩვენი სტაჟიორების და ასევე სკოლის მოსწავლეების ხილვა და იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ პროექტს, ამ პროექტის გარეთაც გამწვანებაში და გარემოს დაცვაში მონაწილეობის მიღებას. ამ ღონისძიებაში უკვე მესამედ ვიღებ მონაწილეობას, ძალიან აქტიურად ვართ ჩვენი სკოლა ჩართული. ვიხარია, რომ ასეთ საინტერესო პროექტში გვიწევს ჩართულობა. კამპანია „მე დავრგე ხე“ საზოგადოებრივი გაერთიანება მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის ინიციატივით 2024 წლის შემოდგომაზე დაიწყო. 2 ივნისს ღონისძიების ჩათვლით კამპანიის ფარგლებში უკვე 1264 ხეა დარგული. გარემოზე ზრუნვისკენ მიმართული ეს ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება. შემდეგი ღონისძიება გვიან შემოდგომაზეა დაგეგმილი.